2024 წელი საბანკო სექტორმა დეპოზიტების მიმართულებით გაზრდილი დოლარიზაციით დაასრულა. შარშან მეოთხე კვარტალში ბაზრის მონაწილეებმა 2 მილიარდი ლარის მოცულობის ანაბრები უცხოურ ვალუტაში გადაიტანეს. შედეგად კი ლარის დეპოზიტების მოცულობა 27,5 მილიარდ ლარამდე. ლარიზაციის მაჩვენებელი კი 51%-დან 47%-მდე შემცირდა. შესაბამისად, ამავე პერიოდში დეპოზიტების დოლარიზაცია 53%-მდე გაიზარდა. ფინანსისტების ნაწილი ამბობს, რომ უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების გადატანა ძირითადად ქვეყანაში შექმნილ არასტაბილურ ვითარებას და გაუარესებულ მოლოდინებს უკავშირდება, რის გამოც როგორც კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა დანაზოგები მათთვის უფრო სანდო და მყარ უცხოურ ვალუტაში გადაიტანეს. უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდა კი თავის მხრივ ბაზარზე აისახა, მათ შორის გასულ პერიოდში ლარის მკვეთრი მერყეობების სახით. Მერან მეოთხე კვარტალში 2 მილიარდი ლარის დეპოზიტები და მიმდინარე ანგარიშები გადავიდა უცხოურ ვალუტაში, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 700 მილიონი დოლარის დოლარი შეიძინა ბიზნესმა, ფიზიკურმა პირებმა, ეს ზუსტად არავინ არ იცის, რა თქმა უნდა. ეს გამოიწვია იმან, რომ მოსალოდნელია გარკვეული კრიზისი, ბაზარი ელოდება და ბიზნესი ელოდება, რომ შეიძლება ხვალ დაიწყოს კრიზისი, ან ნებისმიერ დღეს, რისთვისაც უფრო სანდო ვალუტა ამ შემთხვევაში მათთვის არის დოლარი ან ევრო და ისინი ნაკლებად ენდობიან კრიზისების დროს, როგორც წესი ლარს. დიდი ალბათობით სწორედ ეს დეპოზიტების გადატანა უცხოურ ვალუტაში ლარიდან, ასევე შემოსულობების შემცირება, რა თქმა უნდა, ზეგავლენას ახდენს ლარის კურსზე, რადგან იმისთვის, რომ თქვა, ამ შემთხვევაში დოლარზე იზრდება, ხო, მოთხოვნა. საბანკო ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ დეპოზიტების დოლარიზაციის ზრდის მიზეზი არსებულ არასტაბილურ ვითარებასთან ერთად სეზონურობაცაა, როდესაც როგორც წესი, ბიზნესი წლის ბოლოს, მათ შორის გაზრდილი იმპორტის ფონზე უცხოურ ვალუტას იმარაგებს. ასოციაციაში აცხადებენ, რომ უკვე წლის დასაწყისში მათი შეფასებით საბანკო სექტორში მსგავსი დიდი მოცულობით უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების კონვერტაციები აღარ ფიქსირდება. ემატება ისიც, რომ ლარის გაუფასურების გამო სადეპოზიტო ხორთველი უცხოურ ვალუტაში იზრდება, ლარში იგივე რჩება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ამ ორ ფაქტორზე ვისაუბროთ. რეალურად უცხოურ ვალუტაში ლარის გადაკონვერტირება პირდაპირ მოყვება ხოლმე ლარის ცვალებადობას და მოლოდინების ცვალებადობას. ეს ფაქტორი პირდაპირ პროპორციულად აისახება ხოლმე მდგომარეობაზე. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ამ პერიოდს ემთხვევა წლის ბოლო და იანვრის პერიოდი, როდესაც იმპორტის ნაწილი სხვა პერიოდთან შედარებით იზრდება და ლარის ხარჯვის ნაწილი იზრდება. თებერვლის პერიოდი, როდესაც ეხლა გვაქვს პრაქტიკულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხარჯვის ნაწილი მეტნაკლებად შემცირებული იქნება, იმპორტიც ყოველწლიურად მცირდება ხოლმე, ანუ ამ თვეს და აქედან გამომდინარე მოლოდინები არის, რომ უფრო მეტად შეიძლება შეიცვალოს ამ თვეში მდგომარეობა. დეპოზიტების შეცვლილმა სტრუქტურამ გარკვეული გავლენა მოახდინა ლარის სესხების საპროცენტო განაკვეთებზეც და გასული წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტის სესხები გაძვირდა. თუმცა, როგორც საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, განაკვეთების ზრდა მხოლოდ დეპოზიტების დოლარიზაციის ზრდას არ უკავშირდება და ეს მეტწილად სესხებთან შედარებით ზოგადად დეპოზიტების ზრდის ტემპის შენელებითაა განპირობებული. მოთხოვნა უფრო მეტად ლარზე არის, ვერ ვიტყვი, რომ დეფიციტია დღეს, მაგრამ ისე ვთქვათ, ძვირია. ლარი დღეს ბაზარზე უფრო ძვირი არის. უფრო მეტად ვიტყოდი, რომ საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი აჭარბებს სადეპოზიტო პორტფელის ზრდის ტემპს, ანუ სესხების მოცულობა უფრო იზრდება ვიდრე სადეპოზიტო პორტფელის, ეს უფრო მეტად ზემოქმედებს, ვიდრე რო გითხრათ, ანუ ის გადაადგილებები ვთქვათ, რაზეც საუბრობთ ის კონვერტაციები უფრო მეტად დღეს ეს მოქმედებს. ფინანსისტების ნაწილი კი ამბობს, რომ იანვრის განმავლობაში ლარის მერყეობის გაგრძელება მათ შორის იმაზე მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, ბაზრის მონაწილეების ნაწილმა ლარის ანაბრების უცხოურ ვალუტაში გადაკონვერტირების პროცესი მიმდინარე წლის დასაწყისშიც გააგრძელა. რაც თავის მხრივ იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მოლოდინები მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. ბუნებრივი ფსიქოლოგიური მოვლენაა, ხო, ლარის კურსი დაეცა, ლარში დანაზოგი არ მინდა. ხო, გადამაქვს დოლარში.
ლარის კურსი რატო არის დარწმუნებული რომ გაგრძელდებოდა იანვარში ლარის კურსმა გააგრძელა ვარდნა იმის შემდეგ კიდევ რაღაც 2-3% დაეცა მეგონი ხო დაახლოებით 2%-ით ხო შესაბამისად ალბათ დეპოზიტების ლარში ლარიდან დოლარში გადატანა გაგრძელდება ახლა რა შეიძლება რა ეფექტი შეიძლება იქონიოს ამან თავისთავად ეს რაღაც ინგლისურად ამბობენ self-fulfilling prophecy ანუ თავისთავად იწვევს ლარის კურსის გაუფასურებას ანუ გაუფასურებას მოყვება დოლარიზაცია და დოლარიზაცია იწვევს გაუფასურებას რატომ? იმიტომ რომ როდესაც ლარიდან დოლარში გადამაქვს უნებრივია დოლარზე მოთხოვნა იზრდება შესაბამისად დოლარი თქვა ლართან მიმართებაში ხარდება ლარი უფასურდება უცხოური ვალუტის დეპოზიტების მოცულობა გასული წლის ბოლოსთვის 30 მილიარდ 800 მილიონ ლარამდე იყო გაზრდილი. რა მოცულობით გაგრძელდა სავალუტო ანაბრების ზრდის ტემპი უკვე იანვარში. ამის შესახებ ეროვნული ბანკი ოფიციალურ მონაცემებს მიმდინარე თვის ბოლოს გამოაქვეყნებს.